ყოველ დილით ვიღვიძებ და ვიცი, ის დღე ახლოვდება. დღე, როცა სხეული გაიხსნება და შიგნიდან ცხოვრება გამოვა. ეშინია არა მხოლოდ ტკივილის, ეშინია საკუთარი თავის დაკარგვის. ეშინია წამების, წამლების, სუნების, ცივი ოთახის და უცხო ხმების. ყველასათვის თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, მაგრამ შენთვის არა. დღეები მიდის და ეს ბზარი იზრდება, გონია რომ რაღაც ვერ მოასწარი, ვერ მოემზადე, ვერ გაუძლებ. თუ გესმის როგორ გეუბნევიან. მდეშინია დღეს ხომ ყველა იკეთებს საკეისროს, მაგრამ შენ იცი, შენი შიში შენია და ვერავინ აიღებს მას, შენს ნაცვლად საკუთარ თავზე. გება ის დღე, შენ უკვე მაგიდაზე ხარ, გცივა, სხეული კანკალებს და სუნთქვა გიმძიმდება. მინდა ვინმეს ხელი მაგრად ჩაავლო, მაგრამ ყველა სადღაც ზემოდან გიყურებს, თქოს არავინ გხედავს. მერე სიჩუმე ირღვევა ტირილით და შენც ტირი, მაგრამ სხვა მიზეზით. კივილიცა, შვებაცა, რაღაც უმწეობაც, თითქოს გინდა იყვირო, მე მაინც გავაკეთე ეს. ჩემი სხეულის შუაზე გავხსენი, სიცოცხლისათვის. მერე სახლში ბრუნდები. სახლის ავსია ხმებით, მაგრამ შენ ისევ მარტო ხარ. კივილით, ჭრილობა გეწვის, სული კი უცნაურად ცარიელია. ყველა გეუბნება, რომ თავარია ბავშვია კარგად. და შენ ხვდები, რომ დედობის პირველი გაკვეთილი ზუსტად ეს არის. გადაიტანო, გეშინოდეს და მაინც გააკეთო. და როცა ღამით სიჩუმეში შენი ბავშვის სუნთქვა გესმის. შენ ჩუბად ეუბნები საკუთარ თავს, მე გადავრჩი. და იმ წამს ხვდები, სიზუსტე არ ყოფილა შიში, ის იყო სიმამაცე, რომელსაც ვერავინ ხედავდა.